საღამო მშვიდობისა, თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს, მე ვარ თეონა გეგელი. დღევანდელი გამოშვება ეძღვნება ყირიმის ნახევარკუნძულს, მის ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე. ეს ცოდნა დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ ვისია ეს მიწა ბოლოს და ბოლოს, უკრაინის, რუსეთის თუ კიდევ სხვების. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებთ, აზიარებთ და იწონებთ ჩვენს ვიდეოებს, მადლობა ჩვენს გამომწერებს. თქვენი აქტიურობა აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი გამოშვებები ალგორითმმა რაც შეიძლება მეტ ადამიანს შესთავაზოს და ჩვენს ახალი ისტორიების მომზადების მოტივაცია გქონდეს. ტროას ომის დროს დიდი ბერძენი გმირი, ჰომეროსის პოემის ილიადას გმირი, აქილევსი იღუპება. ილიადაში ეს აღწერილი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს ვიცით, რადგან აქილევს ეს უწინასწარ მეტყველეს. და არსებობდა ლეგენდა, რომ როდესაც აქილევსი დააწვინეს საკრემაციო კოცონზე დასაწვავად, მისმა დედამ, ზღვის ქალღმერთმა თედიდამ, მუდარით დაითანხმა ზევსი იმაზე, რომ აქილევს მიეღო მარადიული სიცოცხლე და ჰადესის სამეფოში არ მომკვდარიყო. დედამ აიყვანა აქილევსი ამ კოცონიდან და წაიყვანა ის ნეტართა კუნძულებზე. ზუსტად იმ ადგილებში, სადაც არის შავი ზღვა და ყირიმი. და როდესაც ბერძნებმა დაიწყეს ნელ-ნელა შავი ზღვის ათვისება, ისინი გადაეყარნენ აქ ერთადერთ კუნძულს და თქვეს, რომ რა თქმა უნდა, ეს ის კუნძულია, სადაც აქილევსი სიკვდილის შემდეგ დასახლდა. ისინი მას თეთრ კუნძულს უწოდებენ და იქ იყო აქილევსის აკლდამა. დღეს ამ კუნძულს ქვია გველის კუნძული, ჩვენთვის უფრო ცნობილია როგორც ზმეინი კუნძული და ვიცით სულ სხვა მიზეზის გამო. ამ კუნძულთან ახლოს ჩაიძირა ცნობილი რუსული გემი. ეს კუნძულიც და ყირიმის ნახევარკუნძულიც უკრაინის ნაწილია და რუსული აგრესიის მთავარ სამიზნეებს წარმოადგენდა და წარმოადგენს. ყირიმის ნახევარკუნძული მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, ევროპის ხმელეთს და შავ ზღვას შორის, სავაჭრო და მიგრაციული ნაკადების გზაჯვარედინს. თავისი ადგილმდებარეობის წყალობით ის ყოველთვის წარმოადგენდა სხვადასხვა ხალხების ნაზავს. ეს ნახევარკუნძული ძალიან ბევრი ხალხისთვის იყო მნიშვნელოვანი ადგილი. ყირიმის ისტორია მოდის უძველესი წარსულიდან, პირველყოფილი წყობილებიდან. ამას ადასტურებს არქეოლოგიური აღმოჩენები, უძველესი სამარხები. რაც შეეხება უფრო ისტორიულ დროს, არსებობს ლეგენდა, თითქოს უძველეს ეპოქაში ამ ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ კიმერიელები. კიმერიელებს ახსენებს ჰომეროსი თავის ოდისეაში. მაგრამ ეს უფრო ზღაპარს გავს, რადგან არაფრით არ დასტურდება, კიმერიელები რეალური ხალხი იყო, მაგრამ ისინი ცხოვრობდნენ წინა აზიაში და ყირიმთან არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. უფრო ისტორიული ტექსტების მიხედვით კი აქ ცხოვრობდნენ ტავრები. ბერძნები ამ ადგილებს უწოდებდნენ ტავრიკას, შემდეგ ეს სახელი გარდაიქმნება ტავრიდად. ვინ იყვნენ ეს ტავრები, ასევე გაუგებარია, თუმცა ისინი ყველა შემთხვევაში მიეკუთვნებოდნენ სკვითებამდელ ხალხს. ყირიმში სკვითების გამოჩენა არის მნიშვნელოვანი ზღურბლი. ტავრებს მათ უწოდებდნენ ბერძნები. თავად როგორ მოიხსენიებდნენ საკუთარ თავს, არავინ იცის, უცნობია ასევე რა ენობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ. ისინი საკმაოდ დიდხანს ცხოვრობდნენ ყირიმის ტერიტორიაზე, ოღონდ ტავრების დროს ცხადია სახელი ყირიმი არ არსებობდა, ეს სიტყვა თათრულია და გაჩნდა მოგვიანებით. შემდეგ ტავრები ებრძოდნენ სკვითებს და ბოლოს შეერივნენ მათ. ეხლა რა იციან არქეოლოგებმა ტავრების შესახებ? მათ ჰქონდათ ქვის ყუთების მსგავსი სამარხები, 4 ქვის ფილა, რომელშიც ათავსებდნენ მიცვალებულს და ხურავდნენ მეხუთე ფილით. ეს იყო დოლმენის უძველესი პირველყოფილი სამარხების უფრო მარტივი ვერსია. დოლმენი გვხვდება ყველაზე განსხვავებულ ადგილებში, ბრიტანეთის კუნძულებიდან ტაილანდამდე, ჩრდილოეთ კავკასიაში და ყირიმის სიახლოვეს. ჰეროდოტეს და არა მხოლოდ მას ძალიან არ უყვარდა ტავრები. ის აღწერდა მათ როგორც მძარცველებს, მეკობრეებს, მოკლედ ბანდიტებს. ცნობილია ასევე, რომ მათ ყავდათ ქალღმერთი და მსხვერპლად წირავდნენ ადამიანებს. ეს იყო მათი მთავარი ღვთაება. ესაა ძირითადად ის, რაც ტავრების შესახებ ცნობილია. ამის შემდეგ ნახევარკუნძულზე ჩნდებიან სკვითები. სკვითების შესახებაც უამრავი ლეგენდა არსებობდა, როგორც წარსულში, დღესაც არსებობს, მაგრამ მათზე ბევრად მეტი რამ არის ცნობილი, ვიდრე ტავრებზე.
კონკრეტულად ვინ იყვნენ ეს სკვითები და საიდან გაჩნდნენ, ამაზე მეცნიერები წარსულშიც დაობენ და დღესაც კამათია ამ საკითხზე, მაგრამ ცნობილია, რომ ეს იყო ირანულ-ენოვანი ხალხი, რომელიც აქ ცხოვრობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში. ისინი იყვნენ მომთაბარეები და ზოგიერთი მეცნიერი თვლიდა, რომ იყვნენ აქაური პირველი უძველესი მცხოვრებლების შთამომავლები, რომლებიც ნელ-ნელა შეერივნენ შემდეგ აქ მოსულ სხვა ტომებს და ისტორიულ დროში მივიღეთ სკვითები. სხვები ფიქრობენ, რომ ისინი მოვიდნენ აზიიდან, რადგან მომთაბარეები იყვნენ, ბევრი მათ უკავშირებდა ევრაზიის სტეპებში მცხოვრებ სხვადასხვა მომთაბარეებს, ასეთი წარმოდგენა სკვითებზე იყო ძალიან ძლიერი. მაგრამ ისინი მხოლოდ მომთაბარეები არ იყვნენ. ჰეროდოტე წერს, რომ იყვნენ სკვითები, რომლებიც მიწაზე მუშაობდნენ. საბჭოთა დროს გაჩნდა ფანტასტიკური თეორია, თითქოს ეს მიწაზე დამაგრებული სკვითები იყვნენ სლავების წინაპრები, რაც რა თქმა უნდა, მე სრული ფანტაზიაა, რადგან ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7-მე-6 საუკუნეებში არანაირი სლავები არ არსებობდნენ. ჰეროდოტემ ბევრი ვერსია შემოგვინახა სკვითების წარმომავლობის შესახებ, მაგრამ ეს არის, ძირითადად ზღაპრები. თუმცა ზღაპრებიც უბრალოდ არ ჩნდება და ერთ-ერთი ასეთი ზღაპრის მიხედვით სკვითების წინაპარი იყო ტარკიტაოსი, ზევსის და მდინარე ბორისთენესის, ანუ დნეპრის ასულის შვილი. იმავე ჰეროდოტეს კიდევ ერთი ვერსიით სკვითების წინაპარი იყო სახელად სკვითი, ჰერაკლესა და ნახევრად ქალის, ნახევრად გველის არსება, ექიდნას შვილი. ეს საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ იქმნება ჰერაკლეს კულტი, რაც ნახევარკუნძულზე არსებულ ბერძნულ ქალაქებში იყო ძალიან ძლიერი და შემდეგ სკვითებიც გადაიღებენ ამ ძლიერი და დიდი გმირის კულტს ბერძნებისგან. ისევ ჰეროდოტე გვიამბობს ბერძნულ-სპარსული ომების კონტექსტში სპარსელების სკვითებთან დაპირისპირების ფრაგმენტს, ლეგენდას, როდესაც მეფე დარიოს პირველმა მოინდომა სკვითების ტერიტორიის დაკავება, ხოლო მათ გააფრთხილეს, რომ შეეხებოდნენ თუ არა მათი წინაპრების სამარხებს და ადგებოდათ ძალიან ცუდი დღე. ეს დეტალიც მნიშვნელოვანია, რადგან სკვითები ცნობილები იყვნენ თავიანთი უმდიდრესი ყორღანებით, წინაპრების კულტის პატივისცემით და მიუხედავად იმისა, რომ ამ სამარხების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უძველეს დროს გაიძარცვა, არქეოლოგებს ბევრი რამ აქვთ აქ ნაპოვრი. საბოლოოდ დარიოსი სკვითებს ვერ გაუმკლავდა და დატოვა რეგიონი ეს შავი ზღვისპირეთი. ანუ ჰეროდოტე გვიამბობს მომთაბარე სკვითების და იმ სკვითების შესახებაც, რომლებიც იცავდნენ თავიანთ ყორღანებს. ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნიდან სკვითები დამაგრდებიან მიწაზე და მიწყებენ მიწათმოქმედებას. მაგრამ მანამდე, ჩვენ წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნიდან აქ ჩნდება სულ უფრო და უფრო ბევრი ბერძნული კოლონია. ბერძნულ ქალაქებს სჭირდებოდათ პური. თავად ხორბალი ვერ მოჰყავდათ. მერვე საუკუნიდან ისინი აგზავნიდნენ ხალხს სხვადასხვა მიწებზე და ამ ხალხს ან თავად მოჰყავდა ხორბალი, ან ადგილობრივებისგან ყიდულობდნენ და აგზავნიდნენ შემდეგ მეტროპოლიაში. ასე შეიქმნა დასახლებული მწვანე ყირიმი და ჩრდილოეთ შავი ზღვისპირეთი და გაჩნდა ძველი ქალაქები, თეოდოსია, პონტიკაპეა. საუკუნეების განმავლობაში აქ ბევრი რამ შეიცვლება. გარდა იმისა, რომ ეს ადგილი იქნება მუდმივი არხი ხორბლის გასაგზავნად ბერძნულ ქალაქებში, შემდეგ კონსტანტინოპოლში. როგორც უკრაინული ხორბალი იგზავნებოდა ბოლო დრომდე სხვადასხვა ქვეყანაში, ზუსტად ასევე იყო ძველადაც და ეს დაიწყო ძალიან დიდი ხნის წინ. თავდაპირველად აქ არსებობდა სხვადასხვა ქალაქი. შემდეგ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქერჩის ტერიტორიაზე დაარსდება ქალაქი პონტიკაპეა და ბოლოს ეს ქალაქები გაერთიანდებიან ბოსფორის სამეფოში. ოღონდ ბოსფორის სრუტეში არ უნდა აგვერიოს. ეს მოხდება ძველი წელთაღრიცხვით მე-5 საუკუნის დასაწყისში. ამ საუკუნის ბოლოს კი ჩნდება კიდევ ერთი კოლონია, რომელიც გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერძნული პოლიტიკური და ეკონომიკური ძალა ტავრიდაში და მას დაარქმევენ ხერსონეს. ამ ადგილთან ახლოს მე-18 საუკუნეში აშენდება სევასტოპოლი. ხერსონესი ძალიან სწრაფად დაიწყებს ზრდას და ბოლოს დაიქვემდებარებს ყირიმის დიდ ნაწილს. მოკლედ, დასაწყისში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდება
ორი ძირითადი ძალა და კიდევ ერთი. შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ბოსფორის სამეფო, რომელსაც შემდეგ უწოდებენ პონტოს სამეფოს, ყირიმში კი მთავარი ძალა იქნება ხერსონესი და იქნებიან სკვითები, რომლებიც ბერძნებთან ვაჭრობის გამო დამაგრდებიან მიწაზე, როგორც უკვე ვთქვით და სხვა შორის გამდიდრდებიან. ამას მოწმობს მეოთხე საუკუნის საოცარი სამეფო ყორღანები ოქროს მორთულობებით. აი ეს სამი ძალა იბრძოლებს აქ გავლენისთვის. ამ დროს სკვითები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე-მესამე საუკუნეები ეს არის სკვითების სახელმწიფოს ძალიან სერიოზული განვითარების პერიოდი. მანამდე მათი ცენტრი მდებარეობდა ჩრდილოეთისკენ დნეპრის რაიონში, მაგრამ როდესაც გამოჩნდება, რომ ძალიან მომგებიანია ყირიმში ვაჭრობა, ისინი ააშენებენ ახალ დედაქალაქს ნეაპოლს, ანუ სკვითების ნეაპოლს. სკვითებს და ბერძნებს ხერსონესში მცხოვრებლებს არ ჰქონდათ მარტივი ურთიერთობა. მათ არ უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ხორბლით ვაჭრობა აერთიანებდათ, რადგან პური ყველას სჭირდებოდა. კონტაქტები იყო და ისინი კულტურულადაც ძალიან ამდიდრებდნენ ერთმანეთს. გავა საუკუნეები და სიტუაცია ცოდნავ შეიცვლება. ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე აქ ჩნდებიან ახალი მომთაბარეები. სკვითები უკვე მიწაზე არიან დამაგრებულები, მოდიან ისევ ირანულენოვანი სარმატები, სკვითების მონათესავე ხალხი და ხშირად ისინი ერთიანდებოდნენ და ლაშქრობებში ერთად დადიოდნენ ხოლმე. პარალელურად ჩნდება რომი. რომი, რომელიც უკვე გაძლიერდა, დაიქვემდებარა მთელი ხმელთაშუა ზღვისპირეთი და მიემართება აღმოსავლეთისკენ. როდესაც რომი აქ მოდის, მთავარი ძალის სახით მას ხვდება პონტოს სამეფო. ძველი წელთაღრიცხვის მეორე საუკუნის ბოლოს და პირველის დასაწყისში პონტოს მართავდა მეფე მითრიდატე მე-6. ამ მეფის დროს რომი და პონტოს სამეფო ერთმანეთს ეომებოდნენ, მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა, ჩვენთვის ეს დრო საინტერესოა იმის გამო, რომ ვიცოდეთ თუ რა ხდებოდა იმ სამ ძალას შორის, რომელიც აქ მანამდე ჩამოყალიბდა. ამ სამეულში კი პონტოს სამეფო მითრიდატე ეხმარებოდა ხერსონესელებს სკვითების მოგერიებაში და ამ ფორმით ხერსონეს ნელ-ნელა იქვემდებარებდა. მეორე მხრივ ის ებრძოდა რომს, როგორც უკვე ვთქვით. რომთან მისი ბრძოლა დამთავრდება მარცხით და მისი მემკვიდრე, მისი შვილი ფარნაკი, რომელიც გამეფდება, ხდება რომაელებზე დამოკიდებული. საუკუნეების განმავლობაში რომაელები ამ ტერიტორიებით ხან უფრო მეტად ინტერესდებიან, ხან ნაკლებად. ანუ ნაკლებად ეცალათ მათთვის, როდესაც თავად ჰქონდათ კრიზისები და როცა არ ეცალათ, პონტოელები და ხერსონესელები უფრო ძლიერდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში რომაელთა ლეგიონები აქ იყვნენ და პირდაპირ თავის ტერიტორიად ნახევარკუნძულს არ თვლიდნენ, მაგრამ ეს მიწა ყველა შემთხვევაში მათ ექვემდებარებოდა. რომაელების აქ ყოფნით ახალი ბალანსი შეიქმნა. უკვე ჩვენი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში იწყება ხალხთა დიდი გადასახლება. აქ იჭრებიან ძველი გერმანელები და ისინი უკვე დასუსტებულ სკვითებს საბოლოოდ გააქრობენ ისტორიიდან. ეს შემოსევა იყო ძალიან მძიმე. რომაელები ცდილობდნენ ავად თუ კარგად ამ ტერიტორიის დაცვას და მათ გარდა ამის გაკეთება არავის შეეძლო, მაგრამ გაყრიდნენ, შემდეგ ისევ მოდიოდნენ. მეოთხე საუკუნის ბოლოს აქ კიდევ ერთი ცნობილი ძალის შემოსევაა ჰუნების და მათი სასტიკი წინამძღოლის ატილასი. ჰუნების სამიზნე იყო რომი, მაგრამ ამ ადგილებსაც კარგად გადაურბინეს. მოკლედ, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისი ნახევარკუნძულისთვის იყო რთული პერიოდი, მაგრამ ამ შემოსევების პარალელურად აქ ჩნდებიან ახალი ადამიანები, ხალხები, კულტურები. მეორე-მესამე საუკუნეებში აქ ცხოვრობდნენ ალანებიც, ირანულენოვანი ხალხი, რომლებიც ითვლებიან ოსების წინაპრებად. ხერსონესში იდგნენ რომის ლეგიონის ქვედანაყოფები, რომაელი ჯარისკაცები. აქ ცხოვრობდნენ ძველი გერმანელები. ქალაქებში ისინი ყველა ერთად ცხოვრობდნენ, ლეგიონერები, მათი მოსამსახურე პერსონალი, მონები, ვაჭრები და მიუხედავად იმ ბრძოლებისა და შემოსევებისა, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა, ისინი ერთმანეთისგან ძალიან ბევრ რამეს სწავლობდნენ და იზიარებდნენ. მაგალითად, სამკაულების მორთულობაში ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს. მოკლედ, აქაურობა იყო ნამდვილი ეთნიკური ამალგამა. მეოთხე საუკუნის ბოლოს რომის იმპერია გაიყო ორ ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად. დასავლეთი დაეცემა მეხუთე საუკუნის ბოლოს, აღმოსავლეთი ბიზანტია იარსებებს კიდევ 1000 წელს და ყირიმი აღმოჩნდება ბიზანტიის გავლენის ქვეშ.
ბიზანტია ხდება ძალიან მნიშვნელოვანი მთელი ამ რეგიონისთვის, ყირიმელებისთვის, დნეპრის აუზის ცხოვრებლებისთვის, ნოვგოროდელებისთვის, სკანდინავიელებისთვის და ყირიმი, ტავრიდა, როგორც მას ბერძნები უწოდებდნენ, რჩება პურის მთავარი ნაკადების არხად. ხერსონესი იყო ბიზანტიური გავლენის ცენტრი. აქ იდგნენ ჯარები და ამ მხრიდან იცავდნენ კონსტანტინოპოლს. მე-7 საუკუნეში შავი ზღვისპირეთში ჩნდებიან თურქულენოვანი ხაზარები. ეს იყო ძალიან საინტერესო კულტურა და მძლავრი სახელმწიფო. მანამდე ისინი იყვნენ თურქული ტომების დიდი გაერთიანების ნაწილი, მაგრამ ჩინელებმა ეს თურქთა სახაკანო დაამარცხეს და ის დაიშალა ფრაგმენტებად. მე-7 საუკუნის ბოლოდან ხაზარებს აქვს საკუთარი სახელმწიფო და აკონტროლებენ ვოლგის შესართავს, კასპიის ზღვისკენ გასასვლელს, შესაბამისად მთელ აღმოსავლურ ვაჭრობას და ცდილობენ გასვლას ყირიმისკენ, შავი ზღვისკენ. ებრძვიან ბიზანტიელებს, არაბებს, აქ იჭრებიან ბულგარებიც, უნგრებიც. მოკლედ მე-8 საუკუნე ტრადიციულად, როგორც ადრე, ისევ რთული პერიოდია ნახევარკუნძულისთვის. მე-9 საუკუნეში აქ შედარებითი სიმშვიდე დაისადგურებს, აქ უკვე ქრისტიანობა მათ შეაღწია, ბევრი ქრისტიანი ცხოვრობს, ისინი მოდიან ბიზანტიიდან, ხაზარები არიან წარმართები, მაგრამ მათი ხელმძღვანელობა მიიღებს იუდაიზმს. ეს ყველაფერი აჩვენებს თუ როგორ იკვეთებოდა ყირიმში განსხვავებული გავლენები. ხაზარების, ბიზანტიელების, ამ მუსლიმური სამყაროსი, არაბების, სლავი ხალხების ისტორიაში ყირიმი მკაფიოდ ჩნდება მე-10 საუკუნიდან და აი ამ დროს უკავშირდება ლეგენდა თითქოს ხერსონესში, კორსუნში, როგორც მას უწოდებდნენ ძველ რუსულად, მოინათლა ვლადიმირი. ვლადიმირ პირველი, კიევის დიდი მთავარი, რომელმაც 988 წელს ქრისტიანობა კიევის რუსეთის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და რუსები გააქრისტიანა. ეს ფაქტი, რომელიც სინამდვილეში ფაქტი არ არის, არამედ ლეგენდაა და ისიც ერთ-ერთი, რადგან არსებობს ორი ვერსია, საფუძვლად უდევს თანამედროვე რუსების მითს მათთვის ყირიმის საკრალურობის შესახებ. სინამდვილეში ისტორიული ქრონიკების თანახმად, არავინ იცის დანამდვილებით ვლადიმირი ხერსონესში მოინათლა თუ კიევში. მატიანე ორივე ადგილს ასახელებს, მაგრამ ეს არის ისტორიული საკითხი, ძალიან საინტერესო, როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მაგრამ ის გადაქცეულია პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ თემად. მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთმა ყირიმი დაიპყრო, მისი ანექსია მოახდინა, პუტინმა მიმართა ფედერალურ კრებას და ამ მიმართვაში თქვა, რომ ყორსუნს, ანუ ხერსონეს რუსეთისთვის აქვს უზარმაზარი ცივილიზაციური და საკრალური მნიშვნელობა, ისეთივე, როგორიც ტაძრის მთას იერუსალიმში იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის. ესაა კლასიკური მაგალითი ისტორიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების. ეს ერთი და მეორეც ისტორიულ ფანტაზიურობას უფრო ჰგავს. იმისთვის, რომ რაღაც ადგილს ჰქონდეს ისეთი საკრალური დატვირთვა, როგორიც აქვს ტაძრის მთას იუდეველებისთვის და მუსლიმებისთვის, ამისთვის საკმარისი არ არის, რა თქმა უნდა, რომ იქ მხოლოდ რაღაც ფაქტი მოხდეს, თუნდაც ვლადიმირი ხერსონესში მონათლული იყო. არამედ ის უნდა ცოცხლობდეს საზოგადოების ცნობიერებაში და კულტურაში. მას მუდმივად უნდა მიმართავდნენ, პილიგრიმები უნდა ჩადიოდნენ ასეთ ადგილებში. მსგავსი არაფერი რუსულ კულტურაში არ არის. არავისთვის ეს კორსუნი საკრალური არ იყო, ვიდრე პუტინმა არ გამოაცხადა. კულტურაში კი საკრალურობა, როგორც უკვე ვთქვით, არ ჩნდება ასე მარტივად რომელიმე პოლიტიკოსის სურვილის ან გამონათქვამების მიხედვით. მოკლედ მე-10 საუკუნიდან და განსაკუთრებით რაც უფრო სუსტდება ბიზანტია, ყირიმის და შავი ზღვისპირეთის მიწები ექცევა მათ შორის რუსი დიდგვაროვნების გავლენის ქვეშ, მაგრამ არა მხოლოდ მათი გავლენის ქვეშ. აქ ისევ ცხოვრობდნენ ხაზარები, ბერძნები. მე-12 საუკუნიდან აქ მოდიან იტალიელი ვაჭრები, გენუელები და ვენეციელები და მათ შორისაც გავლენისთვის ბრძოლაში წამყვანები ხდებიან გენუელები. ვენეციელებმა მყარად მოიკიდეს ფეხი კონსტანტინოპოლში. ამ დროს უკვე არსებობს დიდი აბრეშუმის გზა და ეს ადგილი არის იდეალური სავაჭროთ და აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ საქონლის ტრანზიტისთვის გადასაგზავნად. გენუელები დარჩებიან აქ მე-15 საუკუნის ბოლომდე, როგორც ძალა, თორემ იტალიელები დარჩებიან აქ მე-20 საუკუნის შუა წლებამდე, ვიდრე სტალინი სხვებთან ერთად იტალიელებსაც არ გადაასახლებს. მე-13 საუკუნეში ყირიმში და შავი ზღვისპირეთში მონღოლების შემოსევა და მე-14 საუკუნის დასაწყისისთვის ისევ ახალი ძალთა ბალანსია.
არის ურდო, არიან ნოღაელები, ასევე თურქულენოვანი ხალხი, ლიტვის დიდი სამთავრო, რომელიც ამ დროს ძალიან ძლიერია და ნელ-ნელა იკავებს ეს ლიტვის სამთავრო თანამედროვე უკრაინის მიწებს და მიიწევს ყირიმისკენ. ყირიმის მმართველები ფორმალურად ემორჩილებიან ოქროს ურდოს ხაენს, მაგრამ ურდოც უსწრდება. მე-14 საუკუნეში იქ გაუთავებელი შიდა რყევებია და ურდო ეომება ლიტვის სამთავროს. ამ დროს სიტყვა ყირიმი უკვე არსებობს და ნიშნავს თხრილს, როგორც ჩანს, ასე ერქვა ერთ-ერთ ქალაქს, რომელსაც ურდო მართავდა და შესაძლოა დღეს ეს იყოს ძველი ყირიმი, თუმცა არ არის ეს ფაქტი დადასტურებული. ამ დროს აქ ცხოვრობენ ყივჩაყებიც. მე-14 საუკუნის ბოლოს პირველი მმართველი, ერთ დროს მთელი ურდოს მმართველი, მაგრამ დაკარგავს ამ პოზიციას, ვინც გამოაცხადებს თავს ყირიმის ყაენად, იყო ყაენი თოხთამიში, რომელმაც მხოლოდ 1 წელს მართა ყირიმი, მაგრამ ის მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ პირველი იყო, ვინც თქვა, რომ ყირიმის ყაენია. თუმცა რეალურად ყირიმის სახანოს დამფუძნებელი და დამოუკიდებელი ყირიმის მმართველი იყო ჰაჯი გირეი. ის აქ განიმტკიცებს პოზიციებს მე-15 საუკუნის 20-იან წლებში. მე-15 საუკუნეში ურდო უკვე დაშლილია ცალკეულ სახანოებად, არსებობს ყაზანის სახანო, ასტრახანის სახანო. მე-15 საუკუნის ბოლოს რუსები გათავისუფლდებიან ურდოს უღლისგან და მე-16 საუკუნეში ივანე მესამე, ივანე მრისხანე იწყებს მიწების შეერთებას. ამ მიწებში ბევრია მანამდე ურდოს მიერ კონტროლირებადი მიწები და შეიყვანს მათ მოსკოვის სამეფოს შემადგენლობაში. მაგრამ ყირიმის სახანო დარჩება მოსკოვის სამეფოს მიღმა, რადგან მას ჰყავს ძლიერი მფარველი და ეს არის ოსმალეთის იმპერია. მე-16 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია არის ერთ-ერთი უდიდესი და უძლიერესი სახელმწიფო. ყაენები დახმარებას თხოვენ სულთნებს. სულეიმან პირველი ეხმარება მათ. ცხადია დამოუკიდებლობის შეზღუდვის ხარჯზე და ყაენებს ირჩევს სულთანი. აი, ასეთი ვითარება მე-16 საუკუნის ბოლოს, მაგრამ ეს ურთიერთობა მათ შორის არ იყო ისეთი, რომ ამ ყაენებს ვინმე ამცირებდა. მე-16-მე-17 საუკუნეებში ყირიმის სახანო იყო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფო. მე-18 საუკუნეში ოსმალეთის იმპერია სუსტდება, იქ არ ხდება მოდერნიზაცია, განახლება და მის ირგვლივ ქვეყნები ძლიერდებიან. ძლიერდება რუსეთიც, რომელიც მუდმივად ცდილობს ამ ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ოღონდ არანაირი საკრავური მოტივების გამო, არამედ ძალიან ბანალური მიზეზებით. როგორც ყველა სხვა იმპერიას, მასაც უნდოდა ამ ტერიტორიების დაპყრობა, რადგან სჭირდებოდა ზღვაზე გასასვლელი. ჯერ ვასილი გალიცინს ჰქონდა ყირიმზე ორი უშედეგო ლაშქრობა, ის იყო რუსეთის დიპლომატი, პეტრე პირველი შეეცადა იმავეს შემოვლითი გზებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა და გამოუვიდა ეკატერინე მეორეს, რუსეთ-თურქეთის ომის შედეგების წყალობით. ეკატერინესაც აინტერესებდა ზღვაზე და სრუტეებზე გასასვლელი. იმავე დროს რუსი მმართველების იდეა ფიქსი იყო, რომ რუსეთი მესამე რომია და უნდა დაიპყრონ ბალკანეთი, ყველა მართლმადიდებლური სახელმწიფო, რაც რწმენას განამტკიცებს და გააძლიერებს. ეკატერინე იწყებს ოცნებას ბოსფორზე მართლმადიდებლური სახელმწიფოს აშენებაზე. მის მეორე შვილიშვილს შემთხვევით არ უწოდეს კონსტანტინე, იმედი ჰქონდათ, რომ დაიპყრობდნენ ბოსფორს, სტამბოლს გადააკეთებდნენ ისევ კონსტანტინოპოლად და კონსტანტინე გახდებოდა მისი მმართველი. არაფერი აქედან არ მოხდა, არ გამოვიდა, მაგრამ ეკატერინეს დროს რუსეთს თურქეთთან ექნება ორი წარმატებული დამპყრობლური ომი. პირველი ომი დასრულდა კუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულებით. ამ შეთანხმებით ყირიმის სახანო გახდა დამოუკიდებელი. მიუხედავად იმისა, რომ თავად საერთოდ არ უნდოდათ ეს დამოუკიდებლობა, იცოდნენ რა რით დამთავრდებოდა. სტამბოლში დელეგაციებსაც აგზავნიდნენ თხოვნით, არ მიეცათ მათთვის ეს დამოუკიდებლობა. მაგრამ სულთანმა იცოდა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ისევ უნდა ეომა რუსეთთან, რისი რესურსიც მას აღარ ჰქონდა. ფორმალურად ყირიმი გახდა დამოუკიდებელი, მაგრამ რუსების გავლენის ქვეშ. რუსები იწყებენ იქ მარიონეტი მმართველების დასმას, მაგრამ ეს მთავრდება სულ გაწევ-გამოწევებით ადგილზე, რაღაც აჯანყებებით. მოკლედ, ეკატერინე ბოლოს დაიღლება და ის და მისი ფავორიტი პოტიომკინი ყირიმის მცხოვრებლებს მოსთხოვენ ეკატერინესთვის ერთგულების ფიცის მიცემას და ყირიმი ხდება რუსეთის იმპერიის ნაწილი. თუკი რამე საკრალური არსებობდა ამ მიერთებაში, ეს იყო ის, რომ ეკატერინესთვის ყირიმის მიერთება მნიშვნელოვანი იყო როგორც ბერძნული პროექტის ნაწილი.
1793 წელს ის იმოგზაურებს ყირიმში, ხედავს, როგორ გარდაქმნა პოტიომკინმა იქაურობა, ხერსონს დაარქმევენ ძველ ხერსონეს, სახელებს სევასტოპოლი, სიმფეროპოლი, ძველი საბერძნეთის სურათღატები უნდა აეღორწინებინათ. ეკატერინეს დროს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს, რომელშიც შედიოდა ყირიმის ნახევარკუნძული და მიმდებარე ტერიტორიები, შავი ზღვისა და აზოვის ზღვის სანაპიროები ერქვა ტავრიდის ოლქი. იმპერატორ პავლეს დროს ნოვოროსიის გუბერნია. შემდეგ ტავრიდის გუბერნია უწოდეს. და ყირიმი გახდა რუსეთის იმპერიის ეგზოტიკური ნაწილი. მე-19 საუკუნეში აქ დამატებით ბევრი ადამიანი სახლდებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოს აქ მოსახლეობა ძალიან შერეულია. ვინ არ ცხოვრობს? ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მუსლიმები, კათოლიკები, ებრაელები და შეიქმნა ერთგვარი ახალი ამალგამა, ძველზე დაშენებული. ბერძნები ისევ ცხოვრობდნენ იტალიელები, თათრები და მათ დაემატნენ რუსები და უკრაინელები. მე-20 საუკუნეში რუსეთში ხდება რევოლუცია და იწყება ამ ტერიტორიების ნაწილ-ნაწილ გლეჯა. 1917 წლის ნოემბერში აქ ყირიმის სახალხო რესპუბლიკაა, თათრული მმართველობის შექმნის მცდელობა. ამავე წლის დეკემბერში სევასტოპოლი, რომელიც იყო რუსული გავლენის ცენტრი ნახევარკუნძულზე, მხარს დაუჭერს ბოლშევიკებს და აქ იქნება სამხედრო რევოლუციური კომიტეტი, რომელიც გამოაცხადებს ტავრიდის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. 1918 წელს აქ შედის უკრაინული ჯარი, უკრაინული ნაციონალისტური მოძრაობის ფონზე. ბრესტის დავის შემდეგ აქ შედიან გერმანელები, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინულ მთავრობას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელები ტოვებენ ამ ტერიტორიას, გადიან და შედიან იქ ანტანტას ჯარები. 1919 წელს აქ იქნება ყირიმის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელიც აცხადებს, რომ იქნება რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. 1919 წლის ივლისში ყირიმს დაიკავებენ თეთრგვარდიელები, დენიკინი და ასე გაგრძელდება 20-20 წლის შემოდგომამდე, ვიდრე მათ ბოლშევიკები არ გაყრიან. უბრალოდ ამ წლებში აქ ხდებოდა საშინელება, თეთრები ხვრეტდნენ წითლებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილებს, წითლები პირიქით, თათრები მტრობდნენ რუსებს, რუსები უკრაინელებს, მაგრამ როგორც ვიცით, რუსეთში სამოქალაქო ომში გაიმარჯვეს წითლებმა და ყირიმი გახდა რუსეთის ფედერაციის ნაწილი. მომდევნო დარტყმა ნახევარკუნძულისთვის იყო მეორე მსოფლიო ომი. 1941 წელს გერმანელებმა დაიკავეს მთელი ყირიმი, გარდა სევასტოპოლის, რომელიც თავს იცავდა 1942 წლის ზაფხულამდე და შემდეგ დაეცა. გერმანელები ცდილობდნენ გამოეყენებინათ აქაური მუსლიმები წითლების წინააღმდეგ და მართლაც იყვნენ ისეთი ყირიმელი თათრები, რომლებიც იბრძოდნენ ფაშისტების მხარეს, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც წითლების მხარეს იბრძოდნენ. შემდეგ ამას გამოიყენებს სტალინი ყირიმელი თათრების დეპორტაციისას, რასაც ამ პატარა ერის დიდი ნაწილი შეეწირება. თან ყირიმიდან მხოლოდ თათრები არ გადაასახლეს და არც მხოლოდ ყირიმიდან. 1941 წლის ზაფხულში აქედან გადაასახლეს გერმანელები, რომლებიც ეკატერინე მეორის დროს დასახლდნენ აქ. 1942 წლის თებერვალში გადაასახლეს იტალიელები, 44 წლის მაისში ყირიმელი თათრები, 44 წლის ივნისში სომხები, ბულგარელები და ბერძნები. ამ ხალხებს ასახლებდნენ ძირითადად შუა აზიაში, ნაწილს ციმბირში. ომის წლებში 100,000-მდე ადამიანი გადაასახლეს საქართველოდანაც. სტალინის სიკვდილის შემდეგ 1954 წლის 19 თებერვალს გადაწყდა, რომ ყირიმს გადასცემდნენ უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას. გადაწყვეტილება იყო ფორმულირებული ასე, რომ ყირიმი გადადიოდა უკრაინის შემადგენლობაში საერთო ეკონომიკის, ტერიტორიული სიახლოვის და მჭიდრო კულტურული და სამეურნეო კავშირების გამო ყირიმის ოლქს და უკრაინის საბჭოთა რესპუბლიკას შორის. ეს მოხდა ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, მისი გადაწყვეტილებით. ბევრი წლის შემდეგ მისი შვილი სერგეი ხრუშჩოვი იტყვის, რომ მისი აზრით ეს გადაცემა მოხდა იმიტომ, რომ ყირიმში გაჰყავდათ არხი და მამამისს უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა ერთი რესპუბლიკის ბიუჯეტს და არა ორს ერთდროულად რუსებისას და უკრაინელებისას. მეორე ვერსიით ხრუშჩოვმა უკრაინის ნომენკლატურის გული მოიგო იმით, რომ მათ გადასცა ეს მომგებიანი კურორტები. საკითხი, ვის შემადგენლობაში უნდა იყოს ყირიმი, უკრაინის, რუსეთის თუ საერთოდ იყოს დამოუკიდებელი სუბიექტი თათრების რესპუბლიკის, ზედაპირზე ამოვიდა 1990-იან წლებში. 1991 წელს იქ ჩატარდა რეფერენდუმი იმ იდეით, რომ შექმნილიყო
სტატუსით სხვა რესპუბლიკების მსგავსი რესპუბლიკა, რაც იყო არარეალური და 1992 წელს გამოცხადდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა უკრაინის შემადგენლობაში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყირიმი დარჩა უკრაინის ნაწილად. რუსების ვერსია ასევე, რომ თითქოს რუსებს ყირიმში ჩაკრავდნენ, რაც არანაირად არ დასტურდება, თუ ვინმეს ავიწროვებდნენ იქ, ეს იყვნენ ყირიმელი თათრები, მათ დაბრუნებაზე, ქონებრივ საკითხებზე იყო პრობლემები, ეთნიკური და უფლებრივი საკითხები, ზოგადად მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო პრობლემა და დღემდე რჩება. რა ვითარება იყო და არის ამ მხრივ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, აქ აღარ მოვყვებით, ეს ცალკე თემაა, მაგრამ რუსეთის მხრიდან აქცენტი ვინმეს შევიწროვებაზე, სულ ცოტა არის ძალიან ცინიკური. 2014 წელს მაიდნის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი იანუკოვიჩი გაიქცა ქვეყნიდან 22 თებერვალს, დაახლოებით ერთ თვეში, 18 მარტს რუსეთის ფედერაციის ჯარებმა დაიპყრეს ყირიმი. ის შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში, როგორც ყირიმის ფედერალური ოლქი, რომელიც შედგება ორი ერთეულისგან, ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლისგან. რამდენიმე წელიწადში ამას მოყვა მთელი უკრაინის დაპყრობის მცდელობა და რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენცია ამ ქვეყანაში 2022 წლის 24 თებერვალს. ეს ომი დღემდე გრძელდება. თქვენ რა იცით ყირიმის შესახებ? იქნებ გიმოგზაურიათ კიდეც ამ ნახევარკუნძულზე. მოგწერეთ კომენტარებში. მანამდე კი აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეოები, რადგან ამით ძალიან დაგვეხმარებით. ნახვამდის.